გამარჯობათ, მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა ფული და პოლიტიკა. დღეს მისი წამყვანი მე ვიქნები, მერაბ ჯანიაშვილი. სტუმრად მოვიწვიეთ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ალგუჯა მექვაბიშვილი. მოგესალმებით ბატონ ალგუჯა. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. და დღეს ასე ვთქვათ, ჩვენ ვისაუბრებთ ეკონომიკაში და ზოგადად პოლიტ-ეკონომიკურ საკითხებზე, რაც დღესდღეობით ქვეყანაში აქტუალურია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და საკუთარი კითხვა დაუსვას ბატონ ალგუჯას. მოდით დავიწყოთ მაშინ დღევანდელი ჩვენს ეკონომიკაში არსებული სიტუაციის შეფასებით. მოგეხსენებათ, არის ორი რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი, ასე ვთქვათ. ნაციონალური მოძრაობა და ზოგიერთი ასე ვთქვათ ექსპერტი საუბრობს, რომ ეკონომიკაში სტაგნაცია გვაქვს. ხან საუბარი იყო, რომ საბიუჯეტო კრიზისი იყო და ასე შემდეგ. და მეორე მხარე, მთავრობა ამ შემთხვევაში საუბრობს, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგად მიდის, ამის დასადასტურებლად რამდენიმე ვთქვათ ეკონომიკური მაჩვენებელიც მოყავს, იგივე რომ ვთქვათ, ჩეკების ამორტყმა გაიზარდა. თუმცა რეალურად თქვენ როგორ შეაფასებდით რა მდგომარეობაშია დღესდღეობით ჩვენი ეკონომიკა, მოსალოდნელია თუ არა ვთქვათ კრიზისი და თუ ყველაფერი ვთქვათ ნორმალურად ვითარდება. დიდი მადლობა, პირველ ყოვლისა, დიდი მადლობას გადაგიხდით ბატონო მერაბ მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს და შევეცდები პასუხი გავცეთ თქვენ შეკითხვაზე. ჩემი პირადი პოზიცია იქნება ასე, ძალიან მოკლედ ვიტყოდი, დავახასიათებდი ჩემს დამოკიდებულებას ამ შექმნილი სიტუაციისადმი, როგორც ფრთხილი ოპტიმიზმი. ალბათ უნდა გავშიფროთ, რატო ოპტიმიზმი, საიდან მოდის ეს ოპტიმიზმი და რატო არის ეს ოპტიმიზმი დავუშვათ ფრთხილი. ოპტიმიზმი მოდის იმ გადადგმული ნაბიჯებიდან, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ, მთავრობამ განახორციელა ეკონომიკის სფეროში. და მინდა ვთქვა, რომ ეს ღონისძიებები უფრო მეტად არის არა მოკლევადიანი და საშუალოვადიანი შედეგების მომტანი, არამედ ალბათ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე არის გათვალისწინებული. და რა მოხდულობაში კონკრეტულად მოგახსენებდით, პირველ ყოვლისა მე დადებით მოვლენად მივიჩნევ იმ გარემოებას, რომ გარკვეული დისკუსიების შემდეგ ჩვენ უკვე ფაქტობრივად ვიღებთ ახალ შრომით კოდექსს. მე ყოველთვის ხაზს უსვამდი იმ გარემოებას, რომ ის შრომითი კოდექსი, რომელიც აქამდე არსებობდა საქართველოში, იყო დრაკონული, იყო არაცივილიზებული, არ შეესაბამებოდა განვითარებული თუნდაც განვითარების პროცესში მყოფი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ფაქტობრივად ის, როცა დაქირავებულის მხარეზე იყო ყველა უფლება და ფაქტობრივად დამქირავებულის მხარეზე და დაქირავებული უუფლებო იყო, ეს ჩემი აზრით არ იყო სწორი მდგომარეობა, ეს არ იყო, ასე ვთქვათ, ეფექტიანი შედეგების მომტანი. და მე მინდა უბრალოდ ერთი პატარა ფაქტი მოვიყვანო, რომ მთელი მე-20 საუკუნე, წინა საუკუნე 50-იანი წლებიდან დაწყებული თუ პატარა თვალს გადავავლებ მოკლე რეტროსპექტივას, დავინახავთ, რომ ეს იყო ფაქტურად ჰუმანიზაციისა და სოციალიზაციის პერიოდი, როდესაც სწორედ დაქირავებული ადამიანების უფლებების, მათი შრომის პირობების და ასე შემდეგ წინა პლანზე წამოწევამ გამოიღო ძალიან დიდი ეკონომიკური შედეგები და ფაქტურად განვითარებული ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის შრომითი კანონმდებლობა ეს არის ფაქტობრივად სოციალურად ორიენტირებული. ამ ფონზე ბუნებრივია ის, რაც ჩვენთან არსებობდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა მარტო სოციალურად იყო უსამართლო, არამედ მე ვფიქრობ, რომ ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებას უშლიდა ხელს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს გარემოება, რომ მიღებულია გადაწყვეტილება და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის და შესაბამისი სტრუქტურების შესახებ, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ყველა ეკონომისტები ვართ და ვიცით, რომ საბაზრო ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება კონკურენციის გარეშე არის შეუძლებელი და ფაქტობრივად მონოპოლია და კარტელული გაერთიანებები არის ის ძალა, რომელიც ყოველთვის მომხმარებლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და რა თქმა უნდა ხელს უსლის ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებასა და განვითარებას და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება უფრო კონკრეტულ საკითხებს, მე გახლავართ ჩვენ მე მგონი ერთად ავართ ფინანსთა მინისტრთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. აქედან გამომდინარე მე სისტემატურად ვიღებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროდან და ვაანალიზებ ამ მონაცემებს, ხედავ რომ ფაქტობრივად ბიუჯეტში შემოსავლურ ნაწილში არავითარი პრობლემა არ არსებობს, ბიუჯეტში შემოსავლები ნორმალურად შემოდის და აქედან გამომდინარე საუბარი საბიუჯეტო გარღვევაზე, საბიუჯეტო კრიზისზე, რომელზედაც ჩვენ ხშირად გვესმის მსჯელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან და ალბათ მაინც ხშირად ოპოზიციის მხრიდან, ჩემის აზრით არ შეესაბამება რეალობას. და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა თქვენ ბრძანეთ და მე მინდა დაგეთანხმოთ, რომ ეს არის შედეგი ეკონომიკური აქტიურობის გაძლიერებისა. რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური აქტიურობა არ არის ახლა ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორცაც ჩვენ ვესწრაფით და გვსურს, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის ტენდენცია, რომელიც ალბათ ვიმედოვნებ, რომ კანონზომიერების ხასიათს მიიღებს და ამ ხრივაც ალბათ პრობლემები არ იქნება. რაც შეეხება რატო არის ეს ფრთხილი? უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ეკონომიკური პროცესების ლოგიკას, დინამიკას მიმართულებას მაინც განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესები. ეკონომიკა და პოლიტიკა ეს ერთი მთლიანობაა, რომლებიც ურთიერთ ზეგავლენას ახდენს. მეტადრე ისეთ ქვეყნებში, როგორც ჩვენია, პოლიტიკის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პროცესში. ამიტომ ეს პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში და რომელიც თუ შეიძლება ასე ითქვას, ორ ხელისუფლებიანობაში და გარკვეულ დაპირისპირებაში გამოიხატება, ბუნებრივია ეს ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე და უპირველეს ყოვლისა ეს ზეგავლენას ახდენს ინვესტიციების მოდინებაზე და ის ფაქტი, რომ ინვესტიციების მოდინების თვალსაზრისით გარკვეულ ჩამორჩენას აქვს ადგილი, სწორედ ამის მიმანიშნებელია, ვინაიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ინვესტორები ძალიან ფრთხილი ხალხია და როდესაც გარკვეული რისკების სიტუაცია არსებობს რისკები, ისინი თავს იკავებენ ბუნებრივია ყოველგვარი ინვესტირებისაგან. თუ ამასთანავე იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ჯერ ჩვენ სამწუხაროდ შიგა დანაზოგები არ გვაქვს, რომლითაც ინვესტირება გახორციელდეს და ეკონომიკის მთელი ფუნქციონირება ფაქტიურად უცხოური ინვესტირების ხარჯზე მოდის. თვალსაჩინო ხდება ეს გარემოება, რომ ამ თვალსაზრისით ალბათ ჯერ კიდევ პრობლემები არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თანდათანობით პოლიტიკური სიტუაცია, ასე ვთქვათ, დაიწმინდება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ყველაფერი იქნება ერთი მხრივ გარკვეული იქნება, უფრო რელიეფურად გამოჩნდება ამჟამინდელი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, მისი დამოკიდებულება ყურადღებიანი მზრუნველი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, მეორე მხრივ გაჩნდება ოპტიმიზმი ინვესტორებში და უცხოური ინვესტიციების მოიმატებს, მის პარალელურად თუ კი ადგილობრივ შიგა დანაზოგებს ზრდასაც დის დინამიკასაც ექნება ადგილი, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკა უფრო ეფექტიანად დაიწყებს ფუნქციონირებას. ბატონო ჯაზარია, მოდით მოусმინოთ აურებელს და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, საუბარი. ალო, გისმენთ? პირდაპირ ვარ? დიახ, გისმენთ ბატონო. მოგესალმებით, წამყვანსაც და სტუმარსაც. გამარჯობა. მაბადიეთ ჩემი გადნიერება და რახან მაბადიეთ ჩემი გადნიერება და რახან ახსენეთ აქ ფინანსები და ბიუჯეტი რო იხსება, ხო? ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება შეგაწუხეთ ერთი რაღაც შეკითხვები და დაგიწყოთ ამბავი მოგიყვეთ პირადად ჩემზე. სააკაშვილის რეჟიმის დროს რაღაც ბოროტად პატარა მაღაზიას რაიონის ცენტრიდან იმერეთიდან გირეკავს. გავაკეთე ჩემს ეზოში ახალაშენებული სკოლის გვერდით. ვერ მუშაობდი, ოჯახის თალი ვარ და ოჯახსაც ვერ უვლიდი და ამ მაღაზიას რაღაც მე ეს წამოვიდა აუცილებლად ეს ჩეკების აპარატი ესის და ვერ ვიმუშავდი. მეთი ახლა მაინც ახალი ხელისუფლებაა და რაღაც იქნები უკვე შეღავათები და გაგენდა ამ ტელეფონში გავხსენი მაღაზია იხსევ ხელახლა და დამაჯერებად 500 ლარი. ძალიან კაია ბიუჯეტი რო იხსება, მაგრამ 14 კილომეტრი დამოსახონეს რაღაცა ერთი სუმკის კვირაში ერთხელ რო გახვალთ
ოჯახის საჭიროებისთან ერთი სუკით რაღაცას წამოაყოლებს. როგორ ის 500 ლარი ზედიდან წლამდე რა შეებოდა? სხვა არა, აი ფიცავარ, აი ღმერთის წინაშე. რომ დენის ფული გადამეხადა ამ ფულით რაც მოგება მრჩებოდა და თავი რომ მეყიდა რაღაც საქმე გამეკეთებია ზე. ისიც აღარ მექნება. რა მოვიდა ახლა ასეთი ისა ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ეს ახალი ხელისუფლება მთელმა ოჯახმა მივეცით ხმა შვილები ქალაქიდან ჩამოვიდნენ რომ ხმა მისი არ დაკარგოდა და აქ არიან ჩაწერილები. ახლა გამოვიდა რომ ხმარი გამითავისუფლებს მთელმა ოჯახმა ხმა მიეცითო სკოლაში დარაჯაც მუშაობს. ახლა ესეც და დავჭით ასე ხაერის სამარას იმაში და თორ გადაგვახტები ეს ფული ძალიან კარგი. კი გადავიხდი ჩემზე უარეს გაჭირვებულებს თუ დაეხმარებით ამ 500 ლარით გადავიხდი მაგრამ ახლა 5000 და 7000-ები რო ხელმძღვანელობას და არც ხელფასი ჩვენც ხო უნდა ვიარსებოთ ელემენტარულად. როდის დადგება ეს ბოლოს და ბოლოს საკითხი რომ ეს შეკების აპარატი ვის ვაჭრობს არაა ყველა მდიდარი. ძალიან ის ვაჭრობა მისი 10%-ზე ეს საშინელება არის. ჩეკის ამომრჩევლობაზე დაგაჯარიმეს თქვენ ქალბატონო? შეებელი ასეთ ვირი ყველაფერი და ეს გვალვები და განწყადიდობები და ასეთი რაღაცა ეს არა ელემენტარული შემოსავალი არ გვაქვს რომ აი ელემენტარულ საკვები ვიყიდოთ და ჩათმა დახურვაზე და სხვა იმაზე დაბარაგებდეს მეტი. ნაბადის ჩემ კადნიერება. მადლობა კარგად ზანდებოდეთ. ალბათ ჩეკის ამომრჩევლობაზე დაგაჯარიმეს. მე მესმის ახლა ქალბატონის გულის სიხილი ქალბატონის სახშფოთებაც კი მისი ბოლოდინი ძალიან კარგად მესმის მაგრამ მოდით ეს საკითხი ორად გავყოთ თუ შეიძლება პირველი რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ალბათ ლეგალური ცხოვრება თუ შეიძლება ასე ვთქვათ უნდა ვიყოთ კანონმორჩილები ამიტომ როცა საუბარია იმაზე რომ ჩეკი უნდა ამოვარტყა როცა საუბარია იმაზე რომ გადასახადი უნდა გადაიხადო კეთილი ვინებოთ ყველამ და დავექვემდებაროთ დავემორჩილოთ ამ წესს. ეს ერთი. მაგრამ მეორე რა თქმა უნდა მეორე ახლა უმნიშვნელო დარღვევაზე 500 ლარიანი და 1000 ლარიანი ჯარიმები ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია, არარაციონალურია, მიუღებელია. ამაზე დიდი უკმაყოფილება გამოითქვებოდა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში და მე რამდენადაც ვიცი, ახლა მე თავს ვერ დავდებ სრული ინფორმაციის ზუსტაზე, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე წავიდა და მან ეს ჯარიმები გარკვეულწილად შეამცირა და ალბათ ჯარიმები რა თქმა უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველამ ალბათ უნდა ვისწავლოთ მოცემული კანონის ფარგლებში, ჩარჩოში ცხოვრება და ფუნქციონირება, თუმცა რა თქმა უნდა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანებს გადამეტებული მოჭარბებული ჯარიმებით, საღურავებით და ასე შემდეგ, როგორც იტყვიან, სული არ უნდა მოხადოთ, მithumetes, როცა მცირე მეწარმეებზე და ეს ქალბატონი ალბათ მიკრომეწარმეს წარმოადგენდა, მცირედაც კი არა, რომელსაც ფაქტობრივად ასეთი შემოსავლები ძალიან მცირე შემოსავლები გააჩნია, ისე რომ ოჯახი გამოკვებოს და თავირჩინოს, ასე რომ უნდა შემცირდეს არ უნდა იყოს ძალიან გადაჭარბებული, არარაციონალური, მაგრამ რა თქმა უნდა მეორე მხრივ უნდა კიდევ ერთხელ მეორე უნდა ვისაუბროთ. რაღაც უნდა არსებობდეს. ერთ დავამატებ უბრალოდ ბატონ გურგუჟა, რომ მეც როგორც ვიცი, რომ ეს ჯარიმა, თვითონ 500 ლარიანი ჯარიმა ჩეკის ამორტყმაზე შემცირდა 200 ლარამდე და მე თვითონაც გამიკვირდა, რომ თქვა წელს 500 ლარი ჯარიმეს და ავიც ჩემი რჩევა იქნება, რომ შეიძლება მიმართოს ფინანსთა სამინისტროს დაავების საბჭოს და თქვა შეიძლება რაღაც დღეები იყოს განსხვავება ანუ მის დაჯარიმებასა და ამ ნორმატიული აქტის შეცვლა შორის და ალბათ შეუმცირებენ თუნდაც 200 ლარამდე რომ შეუმციროს მისთვის ალბათ შეღავათია რა თქმა უნდა და რაც თავარია მაინც ალბათ ქალბატონი და ყველა უნდა ვეცადოთ რომ არ დავჯარიმდეს და ეს იქნება ალბათ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არსებულ სიტუაციებში. კიდევ ერთი ზარია მოусმინოთ მოგესალმებით თქვენ ახსენეთ რომ საქართველოში არსებობს ორ ხელისუფლებები ეს არის სააკაშვილის და ივანაშვილის არა ბატონებო დღეს საქართველოში არსებობს საოკუპაციო რეჟიმის შევარდნაძის სააკაშვილის და ივანაშვილის ხელმძღვანელობით რომლებიც არიან ოკუპანტების მონამორჩილეები კიდევ საქართველოში მეორე კანონიერი ხელისუფლება ზუსტად გამსახურდია კანონიერი ხელისუფლება უზენაესი საბჭო
კარგით, მადლობა, კარგად წამოვიდეთ. ჩვენ სამწუხაროდ ქალბატონო დღეს ჩვენი საუბრის თემა არ არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკა და ჩვენი უახლოესი ისტორიის გარჩევა, დღეს უფრო ვსაუბრობთ ეკონომიკურ საკითხებზე. და ამ საკითხებზე, ასე ვთქვათ, სხვა დროს ვიდეოთ. მოდით ბატონო გუჯა, გავაგზავნოთ საუბარი ჩვენს საკითხზე. ნუ შევთანხმდით იმაზე, რომ თქვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ჭირდება ჩვენს მთავრობას, როგორც ამას ოპოზიცია აანონსებს. რა თქმა უნდა. და იგივე ასე ვთქვათ, კრიტიკა ისმის ოპოზიციის მხრიდან, რომ დაპირებები, რაც ამ ქართულ ოცნებამ მისცა მოსახლეობას, არ სრულდება ეს დაპირებები და იგივე ვთქვათ, მაგალითად მოყავთ, რომ დენი მხოლოდ 3 თეთრით შემცირდა და იგივე ბენზინი არ გაიაფთა, ვთქვათ, საგრძნობლად არ გაიაფთა, თორცები 100 თეთრით გაიაფთა, მხოლოდ 15 თეთრით და ასე შემდეგ. აი თქვენი შეფასებით, როგორ ასე ვთქვათ, თუ ასრულებს ქართული ოცნება ამ ეტაპზე თავის დაპირებებს, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ 3 თვეა, 4 თვეა დასული, რაც ახალი მინისტრები დაინიშნენ. და ასე ვთქვათ, როგორ შეაფასებდით ამ დაპირებების შესრულების დინამიკას. მოდით, ჯერ უპასუხოთ კიდევ ერთი ზარია და შემდეგ ასე ვთქვათ, უპასუხოთ. გისმენთ. ალო გისმენთ. ალო გამარჯობა გენაცალე. გამარჯობათ. გესმით კი, გვესმის კარგად. გესმის. ხო, აი ხან ქალბატონმა დარეკა, იმერელი ქალი ვარო და მაღაზია გავხსენიო და უჩიო და თავის გაჭირვებას. ქალბატონს მინდა მიმართო ასეთ რამ, ერთი იმერელი ყავს, კიდია ერთი ზესტაფონელი გათხოვდა. ხო და მაღაზია გახსნა, მერსედესა ჯიპებიც იყიდა, კაკრას ახალი თავრობის მოსვლის შემდეგ კიდე ერთი მეოთხე მანქანა იყიდა. ერთი პატარა მაღაზია აქვს პადვალში და სადმე რო იყიდებოდა 2 ლარად უწვანილი, ის წავიდოდა, იყიდა და გაყიდა მერე 8 ლარად. სანამ ჩვენი სანადოყლაპია ხალხმა ეს ამბავი გავიგეთ, მანამდე კე გავხსნეს უყველა. ხან ღამე მოდიოდა სასწრაფო და ხან გადასწრებს გვიკეთებდნენ. იმიტომ რომ ხან ძველი იმას ჭამდით და ხან იმას და რო აღარ შევდიოდით მერე სულ ყველა 80 წლის ქალები გაგვხდა მისი ქმრის საყვარლები სულ ყველა. და გულანძღავდა ქუჩა. ქვებსაც ისროდა. ნუ ეგ არაფერი. მე მინდა იმ ქალბატონს ვასწავლო, რომ რაღაცა ცოტა გამოიფრთხილოს ყურები და ერთმა იმერელმა ნახევარი 20,000 მაცხოვრებელი გაგვაწყავა. გამოდის ხომ თქვენი ობიექტივი, სხვადასხვა ინგლისური ენის მასწავლებელი ვარო იძახის და ცხოვრობ პეკინის ქუჩაზეო და რაღაც სულელებს და თან აქტივისტი იყო და მე ისეთი აქტივისტი რო ტყუილია რა. მთელი ოჯახი 7 სულიანი ოჯახი. ამას თავი დავანებოთ. მადლობა. გადავხვიეთ კიდევ თემას და თავარია პატივისცეთ ერთმანეთს. კი, რა თქმა უნდა, მოვფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენს კუთხე კულტურებიდან წარმომავლობაზე არ გსურს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, ერთი საქმე ვართ, ერთი საწუხარი გვაქვს, ერთი მიზანი გვაქვს და რა ვიცი, ერთად უნდა ვიყოთ. ერთად უნდა ვიყოთ კიდევ დიდი ხანი იმედი. ხო, მოდით დავუბრუნდეთ დაპირებებს. რაც შეეხება დაპირებებს, ნუ ეს დაპირებები თქვენ კარგად მოგეხსენებათ ბატონო მერაბ, რომ იყო ცალკეულ გამოსვლებში სეპირ სიტყვაობაში ასე ვთქვათ, მაგრამ ძირითადად ეს დაფიქსირებულია მაინც იმ პროგრამაში, რომელთაც კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა. და როდესაც აი ამ დაპირებების რეალიზაციაზე ვსაუბრობთ, ალბათ ერთი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ ეს დაპირება არ ყოფილა ერთთვიანი, ორთვიანი პერიოდი, სამთვიანი, არამედ ეს დაპირება ყოველ შემთხვევაში სულ მაინც 4 წელიწადზე არის გათვლილი, ანუ იმ პერიოდზე, რომლითაც პარლამენტის არჩევნებში ეს ახალი ძალა მოვიდა და გაიმარჯვა უმრავლესობა გახდა. ამიტომ რა თქმა უნდა, მოლოდინი ყოველთვის ასეა, მოლოდინი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. ამიტომ ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის დინამიკა, რომელზედაც თქვენ ბრძანეთ და რომელიც მართლაც დადებითი შეინიშნება. თუნდაც ის მცირეოდენი გაიაფება, თუნდაც იმის დაპირება, რომ უფრო მეტად გაიაფება გარკვეული ხელსაყრელი კონjunktურის შექმნის საფუძველზე. მაგრამ თავარი მაინც მე მიმაჩნია ის, რომ ის შიში, საყოველთაო შიში, რომელიც საზოგადოებაში იყო დაბუდებული და რომელიც უპირველეს ყოვლისა, რასაც ამ შიშს ყველაზე უფრო ბიზნესი განიცდიდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ბიზნესი ძალიან არის მზნობიარე არსებული რეალური პოლიტიკური სიტუაციის მიმართ, არა, ეს შიში მე ვფიქრობ, რომ დაძლეულია.
გარკვეული დადებითი ძვრები უკვე ფაქტობრივად დაწყებულია, დინამიკა იგრძნობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის გარკვეული დრო, საჭირო არის გარკვეული მოთმინება და ჩემი დამოკიდებულება ისე იმის მინდა გავიმეორო, რითაც დავიწყე, არის ოპტიმისტური. მე მაქვს იმედი, რომ შესაძლებელი გახდება ბევრი მიმართულებით უფრო მეტი კარგი შედეგის დადება, ვიდრე დღეს ამას თითოეული ჩვენთაგანი განიცდით. ანუ უბრალოდ ერთს დავამატებდი, რომ თქვათ ფასების შემცირება რო ხდება ეკონომიკაში, ამაზე მიანიშნებს ის, რომ დეფლაცია გვაქვს, ბოლო თვეებია თან საკმაოდ მაღალი, 2% მაღალი იყო ბოლო თვეში დაფიქსირებული, რაც არის თქლება, ასე ვთქვათ, დაბალმაჩვენებელი. მართალია დეფლაციას გრძელვადიან პერიოდში, ასე ვთქვათ, ისევე ცუდია ეკონომიკისთვის. მაგრამ მომხმარებლისათვის კარგია, რა თქმა უნდა. მომხმარებლისათვის კარგია. ანუ ეს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ფასების შემცირებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, სრულიად გეთანხმებით. მომხმარებლები ამას თქვენ ყველანი მომხმარებლები ვართ და მოგდით ის გადასახადები მოგდით რა, კომუნალური და ასე შემდეგ. და ვხედავთ, რომ იქ გარკვეულად შემცირებულია ეს გადასახადები, რომელსაც ჩვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიაქვს. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დადებითი ტენდენცია შეინიშნება და ეხლა რამდენად ეს ტენდენცია კანონზომიერების ხასიათს მიიღებს და გაღრმავდება, ეს რა თქმა უნდა უკვე მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე არის დამოკიდებული. კი ბატონო, მოусმინოთ, კიდევ ერთი ზარია ჩვენს ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენ წეგან აღწერეთ ლეგალურ ცხოვრებას უნდა მივეჭიროთ და მე მაინტერესებს ერთი რომელი არის ამ აი მოწიწვის განმავლობაში ვინც ლეგალური ცხოვრები ცხოვრობდა ან კანონის მორჩილი ვინც იყო, იმიტომ რომ აი ხლა ხართ ეკონომისტი ხო მართალია. ერთხელ თუ გამოსუხარ, ერთხელ თუ გაგიკეთებიათ სტატია 91-92 წლამდე ქარხნები, ფაბრიკები, დაწესებულებები, რომლებიც იყო ერის, ქვეყნის საბგაგრა ლეგალურად გადავიდა იმათ ხელში, ვინც 91-12 წლები მოაწყო, ვინც პუჩის მერე გასამრჯელოდ მიიღო ხალხის ქონება. მე ხალხი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოდვით ნამდვილად არ მეწოდება. მადლობა ქალბატონო, გავიგეთ თქვენი კითხვა, თქვენ ალბათ არ იცნობთ ბატონო გუჟავაკვაბიშვილს, თორე გეცოდინებოდეთ, რომ ამ საკითხზეც ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი დაშოვები აქვს გაკეთებული ამ ადამიანს და ასე ვთქვათ, ერთ-ერთი წამყვანი ეკონომისტია ჩვენ ქვეყანაში. მაინც ბატონო მე ორი სიტყვით შეიძლება უპასუხებდი, ახლა საკითხი დაესვა. მე შემიძლია ასე ვთქვა, რომ თუ არ ცხოვრობდით ლეგალურად, თუ არ ცხოვრობდით კანონის ჩარჩოებში, თუ არ ვცდებდით პატივისცემას, იმიტომ ვართ ისე როგორც ვართ და იმიტომ არა ვართ უკეთესად. ეს მე ჩემ თავზე შეიძლება ვთქვა და სხვაზეც შეიძლება ვთქვა. ამიტომ კანონის ჩარჩოებში ცხოვრება, კანონისადმი პატივისცემა, ეს ჩვენი უკეთესად ცხოვრების საწინდარი და გარანტია. ხოლო რაც ხება 90-იან წლებს, ბატონო მე თქვენ მოგეხსენებათ, იცით იმის შესახებ, იმიტომ რომ თქვენი ორგანიზაცია ამ პრობლემით საფუძვლიანად არის დაინტერესებული. აქ რა თქმა უნდა, ქალბატონი ცოტა ფართოდ აყენებს ამ საკითხს, მაგრამ ჩვენ უფრო კონკრეტულ საკითხებს ვსაუბრობთ. ეს არის 90-იან წლებში, 1990-იან წლებში ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული საკითხები და რა თქმა უნდა, მე თავის დროზე ამაზე გარკვეული გამოკვლევაც მაქვს ჩატარებული, ბევრ სხვა ჩემ კოლეგასაც აქვს და იქ საკმაოდ რთული პროცესები განვითარდა და რა თქმა უნდა ეს ცალკე კვლევის და ცალკე ანალიზის და ცალკე საუბრის თემა ალბათ რა მოხდა 90-იან წლებში და რატო მოხდა ისე რომ რაღაც გარკვეული ნაწილის ხელში აღმოჩნდა ადრე მთელი თაობების მიერ დაგროვილი შექმნილი ქონება და რატო გახდა დარჩა ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი ყველაფრ თუ შეიძლება ასე თქვას ყველაფრის გარეშე. ეს ძალიან რთული პრობლემაა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელზედაც დაუსრულებელი შეიძლება საუბარი და მსჯელობა. კი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ ერთხელ და სამუდამოდ თუ არ ვისწავლეთ კანონის ფარგლებში ცხოვრება, ჩვენი ასე ვთქვათ პრობლემები, როგორც ეკონომიკური, ისე ვთქვათ პოლიტიკური, კვლავ გაგრძელდება და რა თქმა უნდა, როდესღაც მაინც უნდა ვთქვათ შევეჩვიოთ თქო თანამედროვე ცხოვრების წესს და თუ ევროპაში გვინდა ასე თქო შესვლა ეს აუცილებელია რომ კანონმორჩილება არის ერთ-ერთი აუცილებელი ცხოვრების წესი. კიდევ ერთ წარს გისმენთ. ალო გისმენთ.
ალო ეთერში ხართ? სამწუხაროდ გაითიშა. მაშინ მოდით რაღაც შევეხეთ ასე ვთქვათ 90-იან წლებში გავითვალებულ მოვლენებს ვისაუბროთ მცირედ ასე ვთქვათ ანაბრების საკითხზეც რომელზეც მაყურებელს გავაცნობ რომ ვთქვათ ახალგაზრდა ფინანსისა და ბიზნესმენთა ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს კვლევას 90-იან წლებში მომხდარი ვთქვათ ჰიპერინფლაციის და ვის შედეგად გამოწვეული ვთქვათ შემდეგ პროცესების შესახებ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ამ კვლევაში საბჭოთა ანაბრების საკითხი მოგეხსენებათ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ვთქვათ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა საბჭოთა ანაბრებთან დაკავშირებით თუნდაც მთლიანად კომპენსირება ყველგან არ მოხდარა მაგრამ ზოგან უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი ზოგან დამთავრდა და ვთქვათ ზოგან უფრო მომავალში დაგეგმილია ეს ერთადერთი ქვეყანა ჩვენ ვართ საქართველოს სადაც ჯერჯერობით არაფერი ასე ვთქვათ წინ არ წაწეულა საქმე თქვენ და ასე ვთქვათ კარგად ერკვევით ამ საკითხებში და მოდით ვისაუბროთ რამდენად არის იმის შანსი რომ ვთქვათ ანაბრები ან დაბრუნდეს ან ეს პროცესები წინ წაიწიოს კი ბატონო მოგახსენებთ ზუსტად აღარ მახსოვს ეს იყო 2000-2001 წელი იმ დროინდელი პრეზიდენტის ბატონ შევარდნაძის განკარგულებით შეიქმნა კომისია რომელსაც სწორედ ასე ეწოდებოდა 90-იან წლებში საბჭოთა ანაბრების მოსახლეობის ანაბრების გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი კომისია ამ კომისიაში სხვადასხვა ადამიანები შედიოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ძირითადად ეს იყო ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელები როგორც 90-იან წლებში ისე აი 2000-2001 წლებში 10 წლის შემდეგ და ამ კომისიის თავმჯდომარედ მე დავინიშნე ნუ ალბათ ჩემზე კანდიდატურა იმიტომ შეჩერდა რომ მე ვიყავი აკადემიური წრის წარმომადგენელი მეცნიერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამ პროცესებთან 90-იან წლების ანაბრების გაუფასურების პროცესთან არავითარი შეხება არ მქონია გარდა იმისა რომ ვიყავი მეანაბრე პატარა თანხა მქონდა გადანახული და ეს გამიუფასურდა სამწუხაროდ ამ კომისიამ ვერ იმუშავა მაგრამ მე როგორც კომისიის თავმჯდომარეს მომიხდა ასე ვთქვათ ჩამეხედა ამ საკითხებში მეტნაკლებად ღრმად და გავაკეთე ამ მუშაობის შედეგად ანალიზის შედეგად გავაკეთე მოხსენებითი პარადი რომელიც მაშინ წარუდგინე პრეზიდენტს და ამ მოხსენებით ბალანსში სადღაც 7-8 გვერდზე შევეცადე ჩამომეყალიბებინა ეს მიზეზები რამაც ანაბრების გაუფასურება გამოიწვია მე მინდა ბატონო მე რა თქვენ ყურადღება მიაქციეთ რომ ამ კომისიის არეალი იყო შემოსაზღვრული, ანუ აქ იყო მიზეზების დამდგენი კომისია. ანუ რეკომენდაციები და არა, მაგრამ ნუ მაინც მე შევეცადე მიზეზები თავისთავად არაფერს არ იძლევა, თუ დავუშვათ მიზეზებიდან გამომდინარე, მე შედეგებზე არის საუბარი, პროგნოზები არ გააკეთე, რაღაც რეკომენდაციები არ ჩამოაყალიბე. ამიტომ მე გარკვეულად შევეცადე გავსულიყავი ამ ჩემთვის მოცემული არეალის ფარგლებს გარეთ და ну სხვადასხვა ჩემ კოლეგებთან საუბრების, კონსულტაციების, გარკვეული კვლევაძიების შედეგად ჩამოვაყალიბე რეკომენდაციები. ახლა მე ამაზე ძალიან დაწვრილებით არ დავიწყებ საუბარს, მაგრამ იქ იყო საუბარი იმაზე, რომ რამდენი შეიძლებოდა ყოფილიყო რა, ესე იგი, ეკვივალენტში გადაყვანილი ეს თანხა, იმიტომ რომ სხვადასხვა თანხები სახელდებოდა აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული თანხები სახელდებოდა ჩვენი დაანგარიშებით ეს შეადგენდა დაახლოებით $400 მილიონ, ანუ სადღაც 6 დღევანდელი კურსით რომ ავიღოთ დოლარი ლარებში გადავიყვანოთ არსებული კურსით, სადღაც 650 მილიონ ლარზე მეც. აქედან გამომდინარე ბუნებრივია მე დავსვამდი კითხვას, სვამდი მაშინ ასეთ საკითხს რომ თქვენ მოიხსენებათ ის ფაქტი რომ თავრობა მაშინ იმ პერიოდში 90-იან წლების მეორე ნახევარში ეს ანაბრები შიგავალში აიღო. რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგა, კერძოდ 97-98 წლებში დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაარიგდა, ну ძალიან ინვალიდებზე დააშრება რაღაც კატეგორიაზე. მერე ფაქტობრივად შეწყდა რა თუ ფულის დაბრუნება, არამედ საერთოდ ამაზე საუბარიც კი. და ეხლა გარკვეულად განახლდა ეს. ეხლა როგორ დგას საკითხი, მე ჩემი მოსაზრება მინდა ამასთან დაკავშირებით თქვა. ფაქტობრივად
ხელისუფლებამ, დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ ვალებთან დაკავშირებით და ერთხელ და სამუდამოდ ამ თემის გარშემო სპეკულაციები, ინსინუაციები, პოლიტიკური და ასე შემდეგ შეწყდეს. ანუ მთავრობა უნდა თქვას, რომ აპირებს თუ არ აპირებს ამ ვალის გადახდას გარკვეულწილად მოსახლეობისათვის. და თუ არ აპირებს, მაშინ დაასაბუთოს რატო არ აპირებს. თუ აპირებს, მაშინ ბუნებრივია უნდა შეიკრიბონ სპეციალისტები, ფინანსისტები, ეკონომისტები, სტატისტიკოსები და გარწმუნებთ, რომ ტექნიკურად ამის დაანგარიშება და ასე ვთქვათ, რეკომენდაციების შემუშავება არ იქნება რთული. თუნდაც არც იმის ვთქვათ პრობლემა იქნება იმ მექანიზმის მოძებნა თუ როგორ შეიძლება ეს ვთქვათ ანაზაუროს. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება სხვადასხვა ეს არ შეიძლება არ იყოს მხოლოდ მარტო და მხოლოდ როგორც სიტყვია ნაღდი ფული ქეშია რა. აქ შეიძლება სხვადასხვა ფორმები იქნას გამოყენებული. კი, იყო ამის შესაძლებლობა. სხვადასხვა ჩვენ ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობები გავუშვით ხელიდან. აი მაგალითად პრივატიზაცია მიმდინარეობდა რა, მცირე საშუალო დიდი პრივატიზაცია. რატო არ შეიძლება და ფასიანი ქაღალდები გამოცემულიყო და დაუშვათ რაღაც ქონების ნაწილი მისცემოდა ანაბრების ასე ვთქვათ სანაცვლოდ. დღესაც შეიძლება რაღაც გარკვეული მეთოდების გამოყენება თქვენ ბრძანებდით, ჩვენ როცა კერძოდ საუბრობდით, რომ არის საინტერესო მოსაზრებები იგივე გადასახადებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასე რომ ერთი შეხედვით, ერთი მხრივ მე არ მიმაჩნია ამის დაანგარიშება და დაზუსტება კიდე შეიძლება, რომ თუნდაც 600 მილიონი ლარი იყოს არა. ნუ ახლა ბუნებრივია ახლა ერთჯერადად ამ ფულის დარიგება ეს გამორიცხულია საქართველოს ბიუჯეტი კი არა, უფრო დიდი ბიუჯეტი ამას ვერ იგებ, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით, სხვადასხვა მეთოდებით ეს შეიძლება გაიწეროს და საბოლოო ჯამში ეს მე მგონია ახალი ხელისუფლებისათვის მომგებიანი იქნება ვინაიდან ის მთავარი პრინციპი, რომლითაც ეს ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, ეს სოციალური სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ამ სოციალური სამართლიანობის, იმიტომ რომ ადამიანებს დაუბრუნდეს ის, რაც ადამიანებმა დაკარგეს. სახელმწიფო ზენდენ, ხო? ისე გამოვა, რომ რაც სხვა ხელისუფლებებმა ვერ შეძლეს, თქვა ამ ეს ხელისუფლება გააკეთებს, რაც რა თქმა უნდა დიდ პლუსებს. დიახ, და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ბიუჯეტის ფარგლებშია რა და იმის იმედით რომ ხვალზე უფრო გაიზრდება ეს ბიუჯეტი არა ამ თანხების თანდათანობით უკან დაბრუნების პროცესის დაწყება მე ვფიქრობ რომ ობიექტურადაც შესაძლებელია ამის რეალური შესაძლებლობაც არსებობს და თანაც ეს არის ძალიან ისე ვიმეორებ სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით ეს იქნება ძალიან კარგი ჟესტი და ძალიან კარგი ნაბიჯი ხელისუფლების მიმართ რა თქმა უნდა განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრები ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის ასეთ კაცებზე ყოველთვის თავს იკავებს, მაგრამ კიდევ ერთხელ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ალბათ თუ იქნება დაფიქსირდება პოლიტიკური ნება ამ პროცესის დაწყება და განხორციელება მე მაინც შესაძლებლად მიმაჩნია. კარგით. სარია ერთი კიდევ მოусმინოთ. გისმენთ. ალო გისმენთ. პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გისმენთ ქალბატონო. მოგესალმებით. გამარჯობათ. მე მაქვს შეკითხვა. ბრძანეთ. როდესაც წინასაარჩევნო კამპანია იყო ძალიან დიდ მიტინგებზე ბატონი ბიძინაევანიშვილმა თქვა გაიცემა 0%, 2% და 3%-იანი სესხებიო. დიახ. ნუ ხალხზე. ახლა იმას მანა კობახიძე გამოვიდა და ეს არ უთქვიაო ბატონ ბიძინაევაშვილს მან და ნუ 7%-იანი თქვა, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, ორჯერ გაიმეორა ორ დიდ მიტინგზე 0%, 2% და 3%-იანი სესხები გაიცემოდა. და საერთოდ თუ გაიცემა, რომელი ბანკი გასცემს, მაინტერესებს ბანკები ამაზე. მოგახსენებთ ხალბატონო, ამ საკითხზე ვაპირებდით ახლა სწორედ საუბარს, რაღაც შეეხო ხალბატონი ალბათ სესხების თემას, მოდით ჩვენც ასე ვთქვათ, გადავიდეთ სოფლის მეურნეობაში. და დაგეგმილ ასე ვთქვათ პროექტებზე, რასაც მთავრობა გეგმავს. ნუ სხვადასხვა ინფორმაციები ჟღერდება, რომ ვთქვათ ფონდების დაფინანსებით, ბანკები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, როგორც ვიცი მე ბანკების რაოდენობა და მიკროსაფინანსოების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ ამ პროგრამაში მონაწილეობას, გასცემენ ვთქვათ სესხებს არ ინფორმაცია რომ 2-3%-ად, ზოგი იძახის 5%-ად, ზოგი 7%-ად, ანუ სანამ არ დაიწყება ეს პროგრამა, მანამ ვერ გავიგებთ და
ასე ვთქვათ, დაახლოებით საკმაოდ დიდი რაოდენობის საკრედიტო რესურსის გაცემა იგეგმება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აი თქვენ როგორ შეაფასებთ თვითონ ამ პროგრამას? როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგია ეკონომიკისთვის და რა ეფექტის მოტანა შეუძლია მას ჩვენი ქვეყნისთვის? თავისთავად ეს არის ძალიან პროგრესული და სწორი იდეა. რამე თუ დღეს ფაქტობრივად ბიზნესს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ უმთავრესი და უპირველესი ბიზნესის პრობლემა ალბათ თუ თავს დავანებებ იმას, რომ საკუთრება უნდა იყოს დაცული და ამაზე უნდა შევთანხმდეთ ჩვენ, ეს რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ის უნდა შესრულდეს. ამას თუ გვერდზე, ასე ვთქვათ, გავდებთ, თავარი მაინც ბიზნესისათვის დღეს არის იაფასიანი რესურსები. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისათვის თქვენ მოგეხსენებათ ძალიან კარგად ბატონო მერაბ, რომ ბანკები, როგორც წესი და ესეც ამასაც ობიექტური საფუძველი აქვს, თავს არიდებენ ხოლმე განსაკუთრებით ძელვადიანი კრედიტების გაცემას. კრედიტების გაცემას ეგრეთ წოდებული რეალური ეკონომიკის სფეროში მიმდინარე ბიზნესთან მეტადრე სოფლის მეურნეობისათვის, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ეს ისეთი დარგია ეკონომიკისა, რომელშიც განსაკუთრებით მაღალია რისკების ხარისხი და შესაბამისად ეს რისკები ზეგავლენას ახდენს დაბრუნების საკითხზეც, არა, გაცემული კრედიტის დაბრუნების საკითხზე. ამიტომ ბუნებრივია ფონდების შექმნა და მე ამ ფონდებთან დაკავშირებითაც მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რა თქმა უნდა, ფონდი ეს კარგია, მაგრამ ფონდმა თვითონ რა თქმა უნდა არავითარი ფული არ უნდა გასცეს. ფული უნდა გაიცეს, რა თქმა უნდა, ბანკების მეშვეობით. რაც შეეხება ფონდს, ფონდი უნდა იყოს გარანტი. გარანტი უნდა იყოს და რომელიც ასე ვთქვათ მინიმუმამდე დაიყვანს სწორედ იმ რისკებს, რომელიც საკრედიტო ორგანიზაციებს, ბანკებს და სხვა არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებს გააჩნიათ. შესაბამისად, აქ საუბარი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პირველი გრძელვადიან კრედიტებზე და მეორე იაფასიან კრედიტებზე, დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ეხლა კონკრეტულად რამდენი იქნება ეს საპროცენტო განაკვეთი 2%? ეს შესასწავლი და დასამუშავებელი საკითხი. მე პირადად მართალი რომ გითხრათ, არ მაქვს ახლა ეს ინფორმაცია კონკრეტულად რა გადაწყვეტილებები, რა რაოდენობის, რა საპროცენტო განაკვეთები იქნება, რა პერიოდით გაიცემა, როგორი რანჟირება მოხდება ამ საპროცენტო განაკვეთებისა, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ვსაუბრობთ თავარ პრინციპებზე. თავარი პრინციპი არის ის, რომ რეალურ ეკონომიკას დღეს, ეკონომიკის რეალურ სექტორს მეტადრე სოფლის მეურნეობას სჭირდება გრძელვადიანი და იაფასიანი კრედიტი და მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ის 700 მილიონიანი ფონდი, რომელზედაც ახლა არის საუბარი, სწორედ ამ მიმართულებით იქნება ეფექტიანად გამოყენებული. ალბათ საპროცენტო განაკვეთი იმას იქნება დაკონკიდებული თვითონ ეს ფონდი რა თასში მოიზრდება. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, იმიტომ რომ რეფინანსირება უნდა მოხდეს და რეფინანსირების ბუნებრივია და დიახ. რა თქმა უნდა, ბანკებმა ბანკებს რა თქმა უნდა იქ თავისი გარკვეული შემოსავალი იქნებათ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ფონდები არ იქნება ორიენტირებული, არ უნდა იყოს ორიენტირებული, ეს არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია, არამედ ის სწორედ იმაზე უნდა იყოს, სადაც მე თქვენ მოგახსენებთ და რაც თქვენ მოგეხსენებათ, აქედან გამომდინარე ობიექტურად ეს საკრედიტო განაკვეთები, საპროცენტო განაკვეთები არ უნდა იყოს მაღალი. სარია, კიდევ ერთი ეთერში მოვუსმინოთ. მომისმენთ ძალიან კარგი იქნება თუ მომისმენთ და არ დამეთიშავთ, იმიტომ რომ ეს თქვენს ჭრდილობაზე მიუთითებს პირველი რიგში გასაგები არასამთავროები საერთოდ ვინახათ რაღაც ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ცოტა ჭრდილობაც უნდა იქონიოს, შეიძლება ადამიანი ვრეკავ და მითიშავთ და რაც შეეხება თქვენ სტუმარს, როდესაც შევარდნაძის დროს ის იყო კომისიის თავმჯდომარე, იქ შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებოდნენ და აი ეს რაც არის ახლა ამ ფუფამ დაკავშირებით ლაპარაკი მორიგი ანკესი არის, იმიტომ რომ ხალხი არის დაინტერესებული ამით და ამით გინდათ რომ ისევ და ისევ მართოთ ხალხი. მოდით იმაზე ვილაპარაკეთ, რომ რომელი იყო კანონიერი ხელისუფლება, მე რომ კანონის ენაზე ველაპარაკებით, შევარდნაძე იყო კანონიერი ხელისუფლება, იმის გვერდზე როგორ უნდა დამდგარიყო საქართველოში მოქალაქე გამაგებინეს, შევარდნაძე რომელსაც სიცხლე იმას აქნა დაღვარა ქართული ხალხის, შეჭამა თელი საქართველოს ქონება და აქცია თელი ერი და დღეს საქართველო უკვე არის უცხო ტომელების ისა რა ქვია
სათარეშო არის და მეტი არაფერი აბსოლუტურად კი არ უნდა გამეთიშოს პასუხი უნდა გამცეთ ყველაფერზე გავიგეთ ხალბატონო ქართული ერის ქონება მე თქვენ გეკითხებით სად არის გავიგეთ ხალბატონო მადლობა გავიგეთ თქვენი პოზიცია ჩვენ არ ვიცი ან მე ან ბატონო მეუგუჯო როგორ უნდა გიპასუხოთ მაგაზე სად წავიდა ის ქონება რო დაიკარგა და თუ ვინც მიიღო იმისგან სარგებელი იმ ადამიანებს ალბათ პროკურატურამ უნდა მოსთხოვოს პასუხი და დღევანდელი ხელისუფლებას თუ ექნება იმის სურვილი რომ გამოიძიოს იმ პერიოდში განვითარებული მოვლენები თუნდაც ეკონომიკაში თუნდაც სხვა მიმართულებით ძალიან კარგი და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას იგივე როდესაც საუბრობდით ჩვენ აგერ კვლევაზე რომელსაც ვატარებთ თქვათ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაცია იქ ესეთი ფაქტი აღმოჩნდა ერთი რომ თქვათ რუსეთიდან საქართველოში გამოიგზავნა 1.5 მილიარდი მანეთი და მაშინ საქართველოში უკვე სამოქალაქო ომი იყო და დაწყებული ეს თვითმფრინავი ვერ დაждდა თბილისში და ასე ვთქვათ დაждდა ქუთაისში და შემდეგ სად წავიდა ეს 1.5 მილიარდი მანეთი რომელიც მაშინ კურსი 1-1-ზე იყო მანეთი დოლარზე ანუ 1.5 მილიარდი კაციშვილი არ იცის ანუ ესეთი ფაქტები ასეთი უამრავი ფაქტია სამწუხაროდ ეს ჩვენი ტრაგიკული ისტორია ჩვენი ასე ვთქვათ სამწუხარო ჩვენი ისტორიის თამდევი პროცესი იყო ვთქვათ ერთი პერიოდი და თუ მოხდება რა თქმა უნდა ყველაფერზე ნელ-ნელა პასუხისგაცემა ძალიან კარგი იქნება და ამაზე ჩვენ ვერ გიპასუხებთ სამწუხაროდ ჩვენ უგთხოვთ ამაზე პასუხს იმიტომ და ჩვენ აი ეს ხალხი ვართ ალბათ ბატონო მერაბ რომლებიც ამ პროცესში დავზარალდით და არც ეს გადაფერი ქონება და სიმდიდრე და ასე შემდეგ არ დაგვიგებია რა თქმა უნდა წარსული ჩვენ უნდა მოვიძიოთ წარსული უნდა შევაფასოთ მე ასე მგონია ახლა ცოტა ვწდები ჩვენი თავარი თემის საკითხს, მაგრამ რა ხან ხალბატონი ასე დაბეჯითებით მოითხოვს, მე მესმის მისი აღელვება, მისი გაბრაზება, მაგრამ მომავალშიც უნდა გავიხედოთ. კი, მომავალშიც უნდა გავიხედოთ, რა თქმა უნდა, იმ წარსულის გაკვეთილების გათვალისწინებით. ძალიან კარგი წარსულის შეცდომები კარგად გავაანალიზოთ და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, მაგრამ და ვიყოთ მიმტევებლები ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ხო ქრისტიანები ვართ, ეკლესიაში დავდივართ პიჯვარში. პრობლემები და ასე ვთქვათ, შეცდომები წინა ხელისუფლების დროსაც ძალიან ბევრი იყო, ამ ბოლო ხელისუფლების დროსაც და ეჭვი მაქვს, რომ ვთქვათ, შეცდომების გარეშე არ იქნება. ახლანდელი მთავრობის დროსაც ბევრი იქნება, იმიტომ რომ არასდროს შეცდომებს ის არ აკეთებსო, ამბობენ, არ უშვებსო, ვინც არაფერს არ აკეთებსო. თუმცა შეცდომებსაც გააჩნია. კიდევ ერთ წელს მოვუსმინოთ, გისმენთ ეხლა თქვენ გძანეთ რომ სამოქალაქო ომი იყო 92 წელს. პირველი რომ სამოქალაქო ომი არ ყოფილა, ეს იყო თავდასხმა საქართველოსზე, საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე. შემდეგ თქვენ გძანეთ რომ ეკონომიკაზე საუბრობთ ახლა. ეკონომიკა დაინგრა მაშინ, როდესაც საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ძალადობით იქნა განდევნილი და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდა. კარგით, მადლობა ხალბატონო, დღეს ჩვენი საუბრის თემა არ არის ზვიად გამსახურდის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, დამხობა, თუ რაც მოხდა იმ რაც განვითარდა იმ მოვლენებში. უბრალოდ ჩვენ საუბრობთ ეკონომიკაზე, რომელსაც სამწუხაროდ ისევ მკითხვის მსმენელების გამო შევხედოთ 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს. თხოვნა იყო. ხო, თხოვნა იყო ესეთი, თორე ჩვენ არ გქონდა ასე ვთქვათ, არ გვაქვს გეგმაში რომ ვისაუბროთ 90-იან წლებში განვითარებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებზე და იმ პროცესებზე და ჩვენ ალბათ ნაკლებად ვართ. თუმცა მაგრამ თუ კი ამის სურვილი იქნება და ჩვენ მოვცემს ეს შესანიშნავი ტელევიზია ამის საშუალება, ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ და ერთი გადაცემა გავაკეთოთ და ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, იმიტომ რომ იყო კარგი, იყო ცუდი, რაღაც არ არის იცით ცხოვრება არ არის ასე ერთფერში ვერ დავინახავთ ამ ცხოვრებას, მხოლოდ ცუდი, მხოლოდ კარგი. თული პროცესი იყო, ამ თულ პროცესს ანალიზი ჭირდება და კარგით, ერთზარია კიდევ ერთ ზარსაც მოусმინოთ, გისმენთ? ალო, გისმენთ? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? სამწუხაროდ გაითიშა, გავაგრძელოთ მაშინ ჩვენი საუბარები, ბატონო ერგუჯა. ნუ რაღაც ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობას შევეხეთ, მოდით იმ მოვლენასაც ასე ვთქვათ, ფაქტსაც შევეხოთ, რაც ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია ჩვენს მედიასტრუციაში, ეს არის აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, როგორც გავიგე და აქციებიც იმართება, ვთქვათ, სტუდენტების მხრიდან
იგივე გაურკვევლობა, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტროსა და ამ უნივერსიტეტს შორის, თქვენ როგორ შეაფასებთ თვითონ ამ ფაქტს? და არის საუბარი იმაზეც, რომ თვითონ, ასე ვთქვათ, კახა ბენდუქიძის მხრიდან, რომ ეს არის მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა, ასე ვთქვათ, რაღან ის არის ამ უნივერსიტეტის მფლობელი, სწორედ ამიტომ შეუჩერდა მას აკრედიტაცია წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, არანაირ საფუძველი არსებობდა იმის, რომ ვთქვათ, ამ ორგანიზაციის მიმართ რაიმე ქმედებები განახორციელებინა სამინისტროს. კი ბატონო, მე როგორც უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი, ჩემთვის ალბათ არ არის სულ ერთი ის პროცესები, რომელიც განვითარდება ამ სფეროში. ამ შემთხვევაში აგრარულ უნივერსიტეტში. ბევრი რამ ახლა ჩემთვის ეს თემა მე ვიცი იმდენად, რამდენადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მომეწოდება, მაგრამ ისე თქვა მინდოდა, როცა მაშინ ახალგაზრდა ლექტორი ვიყავი დამწყები, ეს იყო 80-იანი წლები, 80-იანი წლების შუახანები და მე საათები მქონდა აგრარულ უნივერსიტეტში. იქ ვასწავლედი ეკონომიკურ თეორიას, ეკონომიკას ვასწავლედი, ეკონომიკურ თეორიას. და როდესაც მივდიოდი ამ უნივერსიტეტში, ძალიან მომწონდა იქაური, ასე ვთქვათ, გარემო, შენობა, სისუფთავე და ასე შემდეგ. 1-2 წლის წინათ რაღაც მიზეზის გამო მომიხდა აგრარულ უნივერსიტეტში მისვლა. დიდი ხანია იქ არ ყოფილიყავი და გული მეტკინა, რომ დავინახე რა მდგომარეობაში იყო დანგრეული, ასე ვთქვათ, მიტოვებულის და დანგრეული შთაბეჭდილებას ტოვებდა და როდესაც ტელევიზიაში ვნახე ახლა ეს განახლებული, კარგად შეღებილი, მოვლილი, კარგი ლაბორატორია ძალიან გამიხარდა. ასე რომ გარკვეული წისვლა თუნდაც აი ამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების თვალსაზრისით აქ ასკარად იგრძნობა. მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, რომელზედაც მე გარკვეული, ასე ვთქვათ, მე პასუხი არ მაქვს. მოგეხსენებათ ამ უნივერსიტეტის მესაკუთრე გახლავთ ბატონი კახა ბენდუქიძე და ბატონი კახა ბენდუქიძე ბევრი ორიგინალურობით, რაღაც ორიგინალურობით გამორჩეული პიროვნებაა, მათ შორის მე ძალიან კარგად მახსოვს მისი განცხადებები, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა წამგებიანია, არაეფექტიანია, ამიტომ რა საჭიროა სასოფლო სამეურნეო წარმოება, სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავაკეთოთ იმპორტი. დაუშვათ იაფი ღვინოები ჩამოვიტანოთ ჩილედან, ძვირი ღვინოები ჩამოვიტანოთ საფრანგეთიდან, ხორისხორში ჩამოვიტანოთ, დაუშვათ ბრაზილიიდან, კარტოფილი და პომიდორი შემოვიტანოთ თურქეთიდან და ასე შემდეგ, რა. პროცენტში ეს დღესდღეობით ხდება. ეს როგორ ხდება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს ხორციელდებოდა ეს პოლიტიკა. კი ბატონო, თბილისის მასშტაბით, ახლა სასუსათო მოხმარების საგნებია რა, ეს სასუსათო პროდუქციის ბაზარის 85% სწორედ რომ იმპორტულია. და მოგეხსენებათ ეს იმპორტი როგორც წესი არის დაბალხარისხოვანი და საკმაოდ ხშირად მავნე და მიუღებელი არასასიამოვნო ადამიანებისათვის. ამიტომ, როდესაც მე ეს ფაქტი გავიგე, რომ ბატონმა ბენდუქიძემ ეს ინსტიტუტი იყიდა, ეს ცოტა გამიკვირდა და პარადოქსულად მომეჩვენა. კი, მაგრამ ოჯახაშენებულო თუ სოფლის მეურნეობა საქართველოს არ ჭირდება, მაშინ სოფლის მეურნეობისათვის საჭირო სპეციალისტები საიდან ჭირდება საქართველოს? ანუ აშკარად წინააღმდეგობაა რა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მე ასეთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორე, იქ შეიძლება იყოს რაღაც ნიუანსი, ერთ მხარეს მოусმენ ის არის სწორი, მეორე მოусმენს მეორეა სწორი. ერთი არის ფაქტი, რომ არსებობს სახელმწიფოს მარეგულირებელი ნორმები, კანონები, არსებობს განათლების შესახებ, უმაღლესი განათლების შესახებ კანონი და კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ყველა ვალდებულია დაემორჩილოს ამ კანონს და შესაბამისად წესდება შეადგინოს ამ კანონის მიხედვით. აქ მე მგონი ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს და მეორე კიდევ უფრო ჩემთვის მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ამას მე უწოდებდი სტრატეგიული სფერო, სტრატეგიული დარგის სტრატეგიულობიდან გამომდინარე როგორცაც წარმოადგენს საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა და ბატონო თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ სოფელი და სოფლის მეურნეობა ეს მარტო წარმოება და ეკონომიკის დარგი არ არის ქართველი კაცისათვის ეს ჩვენი იდენტურობის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი დღევანდელობის და ჩვენი გენოტიპის და არქეტიპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია რა. ამიტომ ასეთი სტრატეგიული დარგისათვის კვალიფიციური კადრების მაღალ დონეზე
მომზადება სახელმწიფო უნდა იყოს თავის ხელში და სახელმწიფო უნდა ასე ვთქვათ აგოს ამაზე პასუხი და სახელმწიფო უნდა ამაში ჩადოს ძალიან დიდი ფული. ამიტომ მე ვფიქრობ რომ რა ვიცი ახლა ხვალზე ალბათ ეს საკითხი გადაწყდება იქ რაღაც შენიშვნები გათვალისწინებული იქნება ალბათ ის ავტორიზაცია ამ ინსტიტუტს აუდგება მაგრამ ორი რამ მინდა ვთქვა და ამით ეს საკითხი ალბათ დავამთავრო რომ პირველ ყოვლისა არ შეიძლება და მე მგონი არ იქნება მორალური სტუდენტთა გულწრფელობის და მათი ენთუზიაზმის რაღაც პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების ცდილობა თუ ასეც აქვს ადგილი და ამის ნიშნები ჩემის აზრით აქ შეიმჩნევა და მეორე კიდევ იმას გაუსვამ ხავს ისე რომ აგრარული სფეროსათვის მომზადების კვალიფიციური პროფესიონალური კადრების მომზადების საკითხი უნდა გახდეს სახელმწიფოს პრეროგატივა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში იქნება დარგი თვითონ მიმართულება სოფლის ანუ აგრარულ სექტორთან დაკავშირებით და იქ სწავლა იქნება უფასო. ძალიან მიმართულებით განათლების სამინისტრო როგორც ვიცი იყოს კონკურენცია. კი, იყოს დაჩენსი აგრარულ უნივერსიტეტში, იყოს სახელმწიფო და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ეცადოს რომ მას აქვს ამის შესაძლებლობები და უფრო უკეთესად ასწავლოს და უფრო უკეთესი მატერიალი თოქოს სტუდენტებისთვისაც კარგი იქნება ეს და კონკურენცია იქნება სახელმწიფოსა და კერძო შორის კონკურენცია იქნება და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმეა და ამიტომ ეს სახელმწიფო უნდა ამაზე უნდა იზრუნოს ესაა ჩემი პასუხი. კარგი, თეთ ბოლოს არის მივიღოთ ეთერში ერთის და გისმენთ. ალო? გისმენთ. ეთერში ვარ? კი, ეთერში ხართ ბატონო. ისა იცით რა გაინტერესებს? კი ბატონო, გისმენთ. ისა აი ხო ეთერში ვარ? დიახ. აი რა გაინტერესებს იცით რა გითხრათ? მაყურებლები რო უსმენთ ობიექტებს ძალიან გაინტერესებს მაყურებლების აზრი ბოლომდე რას აფიქსირებენ. თქვენ კი უცბად უწყეთთ აი ჩვენ ძალიან გაინტერესებს ხალხის აზრი, თავრობის აზრი კი არ გაინტერესებს. ხალხის საზოგადოება ეკონომიკაშია თუ რაშიც არის, რა აინტერესებს ჩვენ გაინტერესებს მოსახლეობის აზრი, ვინ რატო უწყეთთ მაშინათვე. კი ბატონო, მოგახსენებთ, მადლობა. რა ვიცი, ბევრჯერ აღნიშნე უკვე ამ გადაცემის ასე ვთქვათ ფორმატი არ იყო ის, რომ თქვა ზოგიერთმა მსმენელმა, რომელმაც დარეკა, უნდა ესაუბრა აქ 90-იან წლებში ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გავითარებულ მოვლენებზე და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გადაცემა ეხება ზოგადად ეკონომიკას და პოლიტეკონომიკურ პროცესებს, რაც დღესდღეობით ვითარდება ქვეყანაში და კი ბატონო, იმ ადამიანებმა ალბათ ობიექტივზეც არის ესეთი გადაცემები, სადაც ასე ვთქვათ, საუბარია ჩვენს უახლოეს ისტორიაში გავითარებულ პროცესებზე და იქ დარეკონ და ისაუბრონ და იქ გამოთქვან მსგავსი აზრები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრი ადამიანის ასე ვთქვათ, რომელიც გაუთიშეთ და არ ვაცადეთ ბოლომდე აზრის დასრულება, მათი ასე ვთქვათ, განცხადებები ეწინააღმდეგებოდა ჩვენი გადაცემის ფორმატს და ჩვენი გადაცემის მიმართულებას სამწუხაროდ ბოდიშუხტი იმ ადამიანებს, ასე ვთქვათ, მსმენელებს, ვისაც აინტერესებდა მათი აზრის მოსმენა, მაგრამ ჯობია, ასე ვთქვათ, რა პროფილის გადაცემაც იქნება და რა მიმართულებებსაც იქნება, მოდით იმ საკითხზე ვისაუბროთ ხოლმე ამ გადაცემაში, იმიტომ რომ მესმის, რომ ვთქვათ, ზოგს აინტერესებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკა, ზოგს ეკონომიკა, მოდით იმ ადამიანებს ინტერესებსაც მოდავარებთ, ვისაც ასე ვთქვათ, ეკონომიკა აინტერესებს და ბატონო გუჯა ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ასე ვთქვათ, და იქნებ მოკლედ, ასე ვთქვათ, თქვენი პროგნოზი მომავალი ეკონომიკისთვის, როგორი იქნება ჩვენ ეკონომიკაში, მოკლედ რომ ვთქვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოპტიმიზმი ჩემში უფრო ჭარბობს და მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია გაუმჯობესდება და თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული მოქალაქე ამას თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად იგრძნობს, მე ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული რომ ასე იქნება. კარგი, დიდი მადლობა. დღეს ასე ვთქვათ, ჩვენ გადაცემა ფული და პოლიტიკა დასრულებულია. მე გახლავთ მერაბ ჯანიაშვილი, სტუმრად ყოფდა ბატონი ალგუჯა მექოვიშვილი. მადლობთ ყურადღებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.